დღეს ვისაუბრებთ ჩინეთზე, რაღაც საინტერესო ამბები დაგროვდა. მე რაღაც ვიდეოები, რაღაც ისტორიები გადაება ერთმანეთს და მოკლედ თან ახლა რატო რა, ეს ჩინეთში რო იყო სოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი იყო, 1-2 კადრს გაჩვენებთ, ხა ვიდეოს ვერ ჩავთ, უბრალოდ კადრებს გაჩვენებთ და უყურებთ, ხა სამხედრო აღლუმი რო იყო, როდის იყო ეს სექტემბერი, როდის დაიდო? ხო, სასტაელსა 3 სექტემბერს შედგა, ხო. 3 სექტემბერს შედგა და ეს პირდაპირ ეთერის ჩანაწერი დევს YouTube-ზე გაჩვენებთ და შეგიძლიათ გადაახვიოთ. ანუ მე ვიდეოს ხო არ ჩავთავ, თქვენ თვითონ ჩართეთ, აი ხა გაჩვენებთ. ხო და მოგეთ აი ამასთან დაკავშირებით აიკინძა თემები და მოდი პირველი ამას გაჩვენებთ რამდენიმე კადრს. აი ესე შეხედეთ, აი ესე ჩინა მილიტარი პარად 2025 ლაივი პუტინ კიმი და ესე რაც წერია. აი ესე ჩაწერეთ ინგლისურად ზუსტად. აი აქ რასაც ხედავთ სათაურს YouTube-ზე ესე ჩაწერეთ და ამოაგდებს. აი. შეხედეთ. მე ვიდეოს ვერ ჩავთავ, იმიტომ რომ დამიბლოკავს თვითონ ისა YouTube-ი. აი აქ რაც იქნა ნაჩვენები, რაღაცა კადრები იყო. აი შეხედეთ, ამდენი ხალხია. სიმეტრიები დაცული, მოკლედ TikTok-ზე ვიდეოები შევინახე, მაგრამ აზრი არ აქვს, იმხელა მასალებია ხალხო, იმხელა მასალებია, რომ აი შეხედეთ სიმეტრიები დაცული. აუ მიჭედავს YouTube-ი, მოკლედ დამტანჯა. რამხელა პლოშადზე არის და მოედანზეა გაშლილი ხალხი. ნუ მე არ ვიცი, აი ამის დაგეგმარება ხალხო. ეს ყოველგვარ ფანტაზიას ცდება. მე მესმის რომ ხალხი უბრალოდ მაყურებელია და არ უკვირდება. ვისაც ესმის ეს ყველაფერი და ვინც მსგავს დეტალებს, აი დეტალებში შეუძლია გაერკვეს. მე ხა ვერ ვიტყვი რომ ეს შეუძლებელია თქო, მაგრამ უბრალოდ ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი რა. აქ რა სიმეტრიაც იქნა დაცული, მთელი ეს პუტინი იყო ჩასული, მთელი აი სამხედრო გადაადგილება, რაც აქ იქნა ნაჩვენები, მე იყო როგორ იყო გაკეთებული, იცით, TikTok-ზე იყო ნაჩვენები, რომ აი რაღაცა იმისათვის რომ ეს კისრები გაჭიმული ქონოდათ და ყველას ერთნაირად, აი თუნდაც ნიკაპი ერთნაირ სიმაღლეს და რაღაცა, ესე იგი, რას უწევს იმას რო უძახიან, რაღაცა სადგისი მახათებივით, ნემსებივით მახათები რაღაცა პერანგის საყელოებში ქონდათ გარჭობილი და ეს ყელთან მიტანილი და რომ თუ ჩამოწევდა ნიკაპს რომ ეს შერჭობოდა და ნუ ეს რაღაცა რეალურია ხახნო არ ვიცით მე ერთი რისი თქმა მინდა ეს კადრები გადაახვიეთ და ნახეთ ეხლა რატო ვიძახი ამას რომ ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მეორე ვიდეოზე რომ გადავალთ იქაც გაჩვენებთ ვიდეოებს იქ ვალერი კრიმსკის აქვს განხილული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღლუმი რომელიც სრულად CGI გრაფიკა არის რა და ისეთ დეტალებს გაჩვენებთ რომ უბრალოდ ვერ იტყვის ადამიანი რომ CGI გრაფიკა არ არისო. ესეთი დეტალები მე ნაწილი შევამჩნი აქაც რა. აი ხა ესეც რა. ნახე დახატულია რაღაცა ეს არ არის რეალური რა. ხო და ბევრი კადრი იყო აქ რაც აი ნახეთ სახეები არ იკითხება. სახეები აქვს გადღვებილი ყველას რა. ერთი წამი შეხედეთ. აი შეიძლება მიმეთქვას რომ პირდაპირ ეთერიაო და ის არისო რა. ხარისხია ცუდიო შეხედეთ. სახეები არ იკითხება. სახეებს შეხედეთ, არ იკითხება სახეები. ეს ჩემი პირადი აზრით ეს არის CGI გრაფიკა. შესაძლებელია ნაწილი სამხედრო აღლუმის ნაწილი იყო რეალური, მაგრამ მე ამას ახლა ვერ დავთვლი რამდენი პროცენტი რა და როგორ იყო, მაგრამ აი არის კადრები, რამდენიმე კადრი, რომელიც აი პირდაპირ შეიძლება ეს რომ მოდის მანქანით ერთ წამი ნახავ ახლა. უკან ფონი რო არის, მწვანე ფონზეა ეს ყველაფერი გადაღებული. აი ეს მიკროფონებიც კი დახატულია. ხო და ჩვენ ჩრდილოეთ კორეის ვიდეოზე რო გადავართ, ეს ძალიან მეზარება, მაგრამ მეორე ნაწილზე იქ ჩვენ ნახავთ, რომ მთელი აღლუმი არის CGI გრაფიკა და აქაც ანალოგიური უნდა იყოს. აი აქ აი ესე CGI გრაფიკაა, მე ესენი რომ მოძრაობენ, გადაადგილდებიან. ზუსტად კომპიუტერული თამაშები რო დაახოთ Call of Duty და ეგეთი თამაშები, შუთერ თამაშები, აი შეხედეთ დახატულია ხახ, ეს ყველაფერი არის დახატული. ნახეთ, ეს სრულიად CGI-ია, შეხედეთ, რა ვიცი, უყურეთ ვიდეოში.
შედით YouTube-ზე და ნახეთ. ამათი გადაადგილება არ ჩვეულებრივ CGI თამაშების PlayStation-ის თამაშების ტრეილერები რო გამოდის ხოლმე YouTube-ზე, აი ეგ არის რა. მე არ ვამბობ რა ეს ტექნიკა ჩინეთს არ აყავს და რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი, ანუ არ შეიძლება იყოს ესეთი სიმეტრია იქნას დაცული, ჯარისკაცები აქ შევიდნენ და ყველა ერთნაირად მოძრაობდეს და ერთად ჩაჯდეს და თან დრონი იღებს და ყველა მხრიდან კამერები იღებს და ამის ორგანიზება არის წარმოუდგენელი რამე. ნუ არ ვიცი ხალხი, ნუ გასაკი იმ შრომელი ხალხია და სხვა ლეველზეა ნამდვილად ჩინეთი ხა ამ ეტაპზე იქ რო ჩახვიდეთ მომავლის სამყაროა, მაგრამ ეს არის ნახდათ ტვინი შეჭამა რეკლამებმა რა. ხო და აი ხა მოიცა გაჩვენოთ აი რომ მოდიოდა ეს კადრი, აი აქ არის სადღაც. აი უკან CGI გრაფიკა არის. ამის გადაადგილება ყველაფერი რა, იქ მე განხილული აქვს იმას დეტალებში. ვალერი კრემსკის მსგავსი ისინი რა. აი კომპიუტერული გრაფიკა ხალხო არ ვიცი როგორ აგიხსნათ. ეს არის კომპიუტერული გრაფიკა რა. მე არ ვამბობ რომ აღულმი არ ჩატარებულა. მე მაგას ვერ დავა. შეიძლება ვაფშე არ ჩატარებულა და მთლიანად პასტანოვკა იყო, დადგმა იყო, აი ვერ გეტყვით ზუსტად. მაგრამ ნაწილი რაღაც აი ნახევარზე მეტი არის კომპიუტერული გრაფიკა. მოკლედ ნახეთ ახლა ერთი და იგივე რო არ ვიძახო, აი ნახეთ ვიდეო თვითონ აი ეს შედით ესე დაგუგლეთ, აი ეს კადრებიც ნახეთ. ეს რა არის, რა ხდება ვაფშე რა ეს რა არის ხალხო. აღლუმზე გამიულია და ერთი თვე ვემზადებოდით ხალხ და აქ ამათ მარაც გააკეთეს. ხო, სხვათა შორის მე ჩემ თავზე გავტესტე ერთ-ერთი ის მოდიოდა ოფიცერი 17 წამი თვალები არ დაახამხამა. ძალაძალით გავაჩერეთ, ანუ გავძელით 17 წამი თვალი რო არ დაახამხამა, მაგრამ ანუ ასე მზის გულზე მიდიხარ მოძრაობაში დაძაბული თვალს არ ახამხამებ ეგრე რანაირად იქ ოფიცერი იყო რომელიღაც და ეგ თვითონ ლიდერი ვინც არის თუ პრეზიდენტი ჩინეთის საწეღარო იყო ის წამდა უწუნ თვალებს ახამხამებდა და ის რატო არ ახამხამებდა ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხვდებით ეხლა ვინმე არ მითხრას რომ თვალის ახამხამებას რას მისდევო თვალის ახამხამება არის ყველაზე მთავარი რომ მიხვდე რომ ადამიანია რეალური რა და ხა თვალის ახამხამება ეს ისეთი რამეა რომ შენ ესე ასეთი საქმიანობის დროს შენ მაგას ვერ გააკონტროლებ რა ეგ არის რეფლექსი ჩვეულებრივი ბიოლოგიური ანატომიური რეფლექსია ხა ამაზე მე ვინ უნდა შემედაოს ხო ვინმე თუ შემედავება რა კარგად იყოს რა ვინმე თუ იმას იტყვის რომ მე როცა მინდა მაშინ დავახამხამებო თავისი მე ინტერნეტში ვეძებე მთელი ერთი დღე ვეძებე სეკუნდ ტაიმები და ვინ რამდენ ხანში ან ბიოლოგიურად როგორ არის და ბუნებრივი თვალის დახამხამება რაღაცები და უბრალოდ იმდენი მასალა არის ინგლისურად და ამდენ ინგლისური არ ვიცი ტვინი გაიბურღა რა აი შეხედეთ აი ხა იმას შეხედეთ უკან გრაფიკა ჩვეულებრივი კომპიუტერული გრაფიკა არის შეხედეთ უბრალოდ აი მოიცადე გავწიო აი დააკვირდით ხალხო ნახეთ ამას ხედავთ ატღობილ სახეებს ხედავთ? ჩვეულებრივ ნახატია რა. არანაკლები საშინელება რაც ჩრდილოეთ კორეის ის ხო საერთოდ რა. აი გაჩვენებთ. მე ეს ასფალტი ვაფშე რაფერია რა არის ეს? მანქანას აქ არ გაუვლია საერთოდ? თუ გუშინ დაასხეს ბეტონი, ანუ ასფალტი ეს რა არის? ესეთი ფერის ასფალტი მე არსად არ მინახავს, ეს რა არის ვერ გავიგე. ფეხსაცმელს რო გაიარო ეგრევე გათეთრდება. მოკლედ გირჩევთ უყუროთ ამ ვიდეოს, გადახედეთ, თქვენ შეამოწმეთ, დააპაუზეთ. რამდენი ხნია 2 საათიანი ვიდეოა ჩინეთის აღლუმის. იქ ვეტერანები ყავდათ, რაღაცა ომის ვეტერანები ყავდათ, მიწვეულები და მთელი ამბები რა და რა ქვია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და პუტინიც იქ იყო და მოკლედ რა. ხო, ეხლა ჩინეთთან დაკავშირებით რამდენიმე თემას უნდა ვახსენოთ კიდე რა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ესე იგი სამი თემა იქ 1-2 სუროგაცია, ქრისტიანობის აკრძალვა, რობოტის თავდასხმა და ნაგავი ჩინეთში. აი ამ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს შევეხებით და ბოლოს ჩავთავ ერთი ნაცნობი გოგონას ხმას, ჩანაწერი გამომიგზავნა, ვთხოვე და თვითონ ჩინეთში მოღვაწეობს და ჩინეთიდან გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება 21 წუთიანია და ბოლოს ჩავთავ და მოусმინეთ ვისაც გინდათ ჩინეთის მე-20 საუკუნის ისტორია ძირითადი ფრაგმენტები მოყოლილი გოგონას მიერ და აი ძაღლებს რატო ჭამდნენ და ეხლა აღარ ჭამენ და რატო ჭამდნენ ძაღლებს შიმშილობა რა იყო მაგ ყველა დეტალს გვიყვება ამიტომ ეხლა ესე საინფორმაციოებში ამას თქვენ ვერ მოусმენთ
ანუ ჩინეთში ანუ რეალური ისტორია ჩინეთიდან პირდაპირ რა. ეხლა ერთი დეტალი რა. მოკლედ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სადღაც შემხვდა ერთი ძველი ნაცნობი ადამიანი რა, რომელსაც დაუწყია მუშაობა, ეს უნდა ითქვას რა, უნდა ვიცოდეთ ზოგადად რა ხდება საქართველოში. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საჯაროა ზოგადად და კანონიერია ყველაფერი, რასაც ვიტყვი, ეს მათი საქმიანობა სუროგაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად მოსახლეობის ნაწილმა ეს არ იცის, მეც ყბა ჩამომივარდა. მოკლედ სიტუაცია არის ესეთი, რომ და ამ ნაცნობს დაუწყია ესე იგი მუშაობა სუროგაციის ერთ-ერთი კომპანიის არის, რა ქვია მაგათ, კომპანია რაღაც სუროგაციის და ერთ-ერთ რაღაცა საქმიანობს რა, მოკლედ ამ სუროგატ დედებთან დაკავშირებით. სუროგაციასთან დაკავშირებით. მოკლედ და ლაპარაკს მოყვა მეთქი ჩინეთზე ვიდეოს ვამზადებ მეთქი და აი მომიყვა გაკრას. ხო და უბრალოდ დაემთხვა რომ აქ დავიწყე მუშაობაო და მომიყვა ეს ამბები და მეთქი აი გაკრას ჩინეთზე ვამზადებ ვიდეოს მეთქი. მოკლედ ესეთი რაღაცა ხდება. თურმე ესე იგი ვარკეთილში რომ რა ქვია ჰუალინგის თელი ეს დასახლება რო აშენდა და მთელი ამბებით ყველა არ აუშენებიათ. ჩათვალეთ ეს არის ესე გამოდის რომ ეს ყოფილა ჩინელებმა რო ააშენეს თავიანთი ბაზა აუშენებიათ. ეხლა ისინი შემოდიან არაბები თუ ვინ არიან ესენი არც ვიცი რა ეროვნება არის რა ქვია დუბაის შეიხები და ისინი ხო 6 მილიარდი ხო უნდა ჩადონ. ყველა თავის საქმეს მოიკეთებს ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა. იქამდე ეს ყველაფერი გაგრძელდება ხახნო. ეს უბრალოდ მარტო მთავრობის ბრალიაზე არ არის. ეს არის ზოგადად ჩვენ სანამ არ გავიღვიძებთ, ესე გაგრძელდება ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს განახორციელებს ჩვენს ტერიტორიაზე. მოკლედ ეს ჰუალინგის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა კომერციული ფართებიც არის, იქით კორპუსებია, რაღაცები, მაგრამ საბოლოო ჯამში ხდება რა. ესე იგი ათასობით, ვიმეორებ, ათასობით ჩინელი მამაკაცი ჩამოდის, ესე იგი ჩინეთიდან, გეიწყვილები, მამათმავალი გეიწყვილები, რომლებიც იქ ესე ვთქვათ, იქ რაც გინდა აკეთე, ოღონდ შვილს ვერ აიყვან და შვილს ვერ გააჩენდა მთელი ამბები რა, თავისებური აკრძალვები და სერიოზული ტოტალური კონტროლია. და იქ ბავშვებზეც ერთი ყავთ, ზოგს ბავშვი არ აყავთ და მოგეთ ხო სხვათა შორის ამან მითხრა რომ ესე იგიო ხო აი მოგეთ ჩინელებს თვითონ ანუ ჩინელი კაცი ჩინელ ქალთან როდესაც აჩენსო ბავშვსო ანუ მოგეთ ხეიბარი ბავშვები გამოვდითო რა რაღაცა გენეტიკაში დამახინჯება აქვთო და მეთქი მე მაგაკრას ბიორობოტები რო არიან მაგაზე ვამზადებ ხე ინფორმაციებს მეთქი და მთელი ამბები რა ძალიან საინტერესო რაღაცებია. იმიტომ რომ ჩინელების და იაპონელებიც და როგორც ხა წინა ვიდეოებში ჩვენ ვისაუბრეთ იქით მომთაბარე ტომები ყველანი ერთად არიან ჩატურთულები. ანუ უნდა ვიცოდეთ რომ ჩინეთის და იაპონიის ისტორია არ არსებობს. ყველაფერი გამოგონილია. ამას მე შევეხებით მომავალში კიდე დეტალურად კიდევ ერთხელ სხვა მხრიდან. ანუ მთელი ჩინეთის ეს ისტორიები და იმპერატორი ესენი გამოგონილია. ჩინეთის დიდი კედელის ჩინელებს ეგ მით უმეტეს არ აუშენებიათ, საერთოდ სხვა ცივილიზაციის მიერ არის ეს აშენებული. იქ უბრალოდ რაღაც მილიონობით მილიონობით მონა, ეს რაღაცა ძალაზე მეტყოლებს თითქოს, არ არის იგივე მოკლედ. ხო და მაგათ ცუდი გენეტიკა აქვთო რა, ჩინელებსო და ხეიბარი და აი კიდურებ განუვითარებელი და მოგეთ აი ხეიბარი ბავშვები გამოზდითო რა, ანუ ბავშვი რო ვერ გაივლის ან რაღაცა ჭირს. ძვლები ვერ ვითარდება და ეგეთი რამეებიო. ხო და მოკლედ ჩამოდიან გეი წყვილები, ანუ მამათმავალი წყვილები ჩამოდიან აქ სუროგაციისთვის. ესე იგი რომელს გაანაყოფიერებს ხე რომელი მოკლედ ერთ-ერთი მამაკაცის ის განაყოფიერება მოხდება ალბათ. ერთ-ერთი მამაკაცის მხრიდან ორივე ერთად ანაყოფიერებს და იქიდან რომელიღაცა გაანაყოფიერებს, მოკლედ მარაზმი რა გული აგერევა, ხო ხვდებით? ანუ იხდიან ძალიან დიდ თანხებს, ანუ ისეთი ხალხი ჩამოდის, ვისაც ფული აქვს, მაგრამ ახლა შვილები უნდა და იქ ვერ ახერხებენ და ესე იგი ქართველი ნახეთ რა როგორ ხდება, ვინც ვერ ერკვევით, ესე იგი ამ დროს, როდესაც არის გეი წყვილი, მათ ჭირდებათ ქართველი, ან ზოგი შეიძლება სხვა ეროვნებისაც იყოს, მაგრამ ძირითადად ქართველები არიან ხა ჩვენთან, ჭირდებათ ქალი, რომელიც იქნება სუროგატი დედა და პლუს სუროგატ დედობამდე, ესე იგი, ნაყოფი რო განაყოფიერდეს, ანუ ემბრიონი რო განაყოფიერდეს, ამისათვის საჭირო არის კვერცხუჯრედი, ანუ
გოგონები და ქალები ხო ყიდიან ამ კვერცხუჯრედებს რა. ნაწილი კი და ეს საქმიანობა როგორც ვიცი ის კანონიერია, თვითონ ხა ჩვენმა საპატრიარქომ და ეკლესიამ რაღაცა მითითებები გასცა, რომ ჯობია არ ვიცი დეტალები არ ვიცი რაღაცები გამიგია ადრინდელი, მაგრამ ეხა აქ რა ფაქტი რაც არის და რაც ხდება იმას გიყვებით. დანარჩენი დეტალები ვინც ერკვევით კომენტარებში დაწერეთ, ან შესწორება ჩაამატეთ, თუ რამეს ზუსტად ვერ ვიტყვი რა. მოკლედ, ამათ ჭირდებათ სუროგატი დედა და კარგი ჯამთელი გოგოს ისა კვერცხუჯრედი. მოკლედ, ყიდულობენ კვერცხუჯრედს, ანუ ისინი იხდიან ფურს და მოკლედ ეს კომპანიები და ეს ოფისები უგვარებენ ამ ყველაფერს რა. ჩამოდიან გეი წყვილები, ძალიან ბევრი რა ვიბლუყუნო, იხდიან დიდ თანხებს 10-ობით 20 და 100-ობით 1000-ზე და 40,000-ზე და 30,000-ზე და იმ ძალიან დიდ თანხები ყველაფერს გააჩნია იქ რა და როგორ ვინ როგორ და ასე შემდგომ. ქალის მდგომარეობა და ასე შემდგომ. ხო და ყიდულობენ კვერცხუჯრედს, ხდება განაყოფიერება, ამერ ამ განაყოფიერებული ემბრიონის შეყვანა სუროგატ დედაში, სუროგატი დედა მერე გააჩენს ბავშვს, 3 თუ 4 თვე უნდა გაჩერდეს ეს ბავშვი აქ ჯერ ცოტა წამოიჩიტოს, პლუს დამატებით ძიძას ქირაობენ. ამ სუროგატი დედებისთვის ძირითადად მე მგონი ხუალინგში არის ეგ საქმიანობა, იქ არიან სუროგატი დედები ხოლმე. ნაქირავებში ყავთ ესე თქვა მიმაგრებული და მე დიდ საჩუქრებს უტოვებენ, ფულადი თანხები, იქით-აქეთ მადლობები და მიყავთ. ანუ ესე გაედინება ქართული გენეტიკა ჩინეთში რა. მიყავთ უკვე კარგი ჯანმრთელი ბავშვები, მიყავთ ნახევრად ქართველები, მიყავთ უკვე ჩინეთში, რომელიც სრულად რა თქმა უნდა ჩინელად ჩამოყალიბდება მომავალში. ნუ მე ჩემი პირადი აზრით ეს არის გულის ამრევი მარაზმი და ეხა ამ ეტაპზე რა მე მესმის მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ზოგადად ყველა რო პროფესორია პოლიტიკაში ეგ გასაგებია ჩვენ ყველა პროფესორები ვართ მაგრამ პოლიტიკა ძალიან რთული თემაა და იქ იმდენი პროცესები და ქვედადინები და ზედადინებებია ჩვენ არ ვიცით. ეხა მე ამას მთავრობის გასამართლებლად არ ვიძახი რა. ბევრი პრობლემა არის ქვეყანაში და ყველაფრის ერთი ხელის მოქნევი და ერთი ხმლის მოქნევით გადაწყვეტა არ ხდება და ვერ ხდება და რთულია რა და არ არის ეს ადვილი რა. პროცესებია იქ რაღაცა ღვთის დაშვებაა საჭირო და ასე შემდგომ. პირველ ეტაპზე ვიტყვი იმას რომ კარგია რომ ეს ევროკავშირის ეს რაღაცა მითითებები არ გაითვალისწინეს აქ და ეს ოჯახის შესახებ კანონი და ესენი არ გააუქმეს რაც არის მიღებული ზოგადად სამომავლოდ ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც თუ გააუქმებენ კარგი იქნება. რომ მამაკაცია და ქალია და მოგეთ მამათმავლობის აი რაც ეხა ჩინელები რასაც იქ ვერ ახერხებენ და აქ რო ჩამოდიან ბავშვს იყვანენ აი მაგ მიმართულებაში რო არ წასულიყო თვითონ ერი და მე აქაურ გეიწყლებს რო ეხა ამ ეტაპზე ხელფეხ შეკრული აქვს და აქაურ გეიწყლებს ქორწინების ოფიციალური ქორწინების უფლება არ აქვს და მე შესაბამისად ბავშვის აყვანის უფლება არ აქვს და ზოგადად სამომავლოდ თუ ამ პრობლემას ეს მე მგონია რომ პრობლემა არა ქართული გენი გაედინება და ჩინელები რატო უნდა ჯვარდებოდნენ აქ რაღაცა ლაბორატორიულ დონეზე ქართულ გენებთან ხო ხვდებით ანუ ეს არის ოკუპაცია ეს არის ჩვეულებრივი ჩინური ოკუპაცია რუსეთი რო ოკუპირებას გუკეთებს მიწებზე ოკუპაცია მარტო მიწის შემოკავება არ არის ეს კიდევ უფრო უარესი ოკუპაციაა და ადგილობრივი თქვა ქალების ფინანსური სივრდუხჭირით სარგებლობს სხვა ქვეყანა და ანუ იმის გარდა რომ ჩინეთი აქ რაღაცა დიდ პროექტებს ახორციელებს აი ესე ვთქვათ იქ რო რაღაცას ვერ უკმაყოფილებენ ტოტალური კონტროლის ამბავში თვითონ ადგილობრივ გეიწყლებს აი ესე ვთქვათ უხსნიან აქ ხო თან უვიზუა უხსნიან აქეთ გზას და მიბრძანდით რა ტექნიკურად ირიბად რა მიბრძანდით და აჩინეთ შვილები რამდენი წიგნა გაჭირებული ხალხია ანგელოზივით გოგოები ყავთ და გაგიჩენდნენ შვილებს ხვდებით და ესე იმიტომ რომ ასე თემა და მოგეთ ეს არის გულის ამრევი ზოგადად და ძალიან დიდი ცოდვა ტრიალებს ამ ამბავში რომ ან ქართულ გენეტიკაში აღრევა ხდება და მოკლედ ეს არის დიდი პრობლემა და მე ვფიქრობ რომ იმედია მე მგონია რომ ამაზე ისაუბრებს სხვათა შორის მეუფეშიომ მოსაყდრეშიომ კარგი იქნა რომ აბორტის თემები წამოწია წინ და დაიწყო ამ თემებზე საუბარი ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ამ თემებზე საუბარი ყველანაირად და იმედია ეს აბორტის თემებს ეს სუროგაციის თემებიც მოყვება მე ეპისტოლეებში ამ საშობაო და საავდგომო ეპისტოლეებში და მე პოლიტიკურ დონეზე რომ ეს კანალები ჩაიჭრას რა რომ ეს ჩინელებს და ვიღაცებს არ გაყავდეთ და იმ ხალხს რომლებიც იქ მუშაობენ ქალები და ვინც არიან
მისცენ ნორმალური სამსახურები და სხვებს არ უჩინონ. ანუ ქართველ კაცებს ციხეებში სვავენ და ქართველების გამრავლებას ყველანაირად ხელს უშლიან რა, ესე ვთქვათ, ვინები არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უცხოური ეს არის უცხოური სპეცსამსახურების ინტერესებში, რომ ქართველები არ გამრავლდნენ რა, რა თუნ ამას ახლა ბევრი ლაპარაკი. ეს უცხოური სპეცსამსახურები შეიძლება წარმოადგენენ ზოგი ჩვეულებრივ სამოქალაქო პირს და ზოგი სამთავრობო პირს. ახლა მე რა ვიცი ვინ არის, ხო ხვდებით? ჯერ მარტო აგერ TikTok-ში ლაივში შესული არა ხარ და ტროლები მთელი ქარხანა გეცემა, რომ ეგრევე ჩხუბი აგიტეხონ, ანუ ქართველი ქართველთან ვერ გაჩერდეს და ვერ დაილაპარაკოს. ანუ მოგეთ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მოგეთ ათასობით გეუბნებით, ანუ გეი წვილი ჩამოდის და ესე იგი მიყავთ აქედან, მოგეთ ეს არის გულის ამრევი მარაზმი რა, აი გული აგერევა, ესე იგი დეტალებში რომ მომიყვა, ну საშინელება არის რა, ესე იგი ყველაფერი კეთდება ქართული ოჯახების დასანგრევად, აი ყველაფერი კეთდება, ყველანაირი ფემინიზმი ხალხო არის მსოფლიოში. მე ვიგებუნებით სოფლიო ისტორიას არ ახსოვს ეგეთი დონის სატანიზმი, სატანისტური იდეოლოგიური მიმართულება, რაც არის ფემინიზმი. და ამ ფემინიზმი რა არის ზოგადად ხალხი ვერ ერკვევა, ხალხს გონია ფემინიზმი, რომ ის გონია მარტო რა, იცი რა, ფემინიზმი კაია, ქალსაც შეუძლია იმუშაოს და რაღაცა. რა დეტალებში არის ჩაშლა, აი ახლა აი გაჩვენებთ, აი ფემინისტური საკითხებს, აი სერიალ დექსტერს უყურებ, ჩამოწერილი მაქვს პუნქტებად წერ რა დეტალები, რა გარკვეულებები შემოდის ამ უცხოური სერიალებიდან და ფილმებიდან და ამ ფემინისტურ იდეოლოგიებს როგორ ესე ვთქვათ ახვევენ და უნერგავენ ადამიანებს, რომ ეს არის თითქოს ნორმა რა, ანუ ქალისა და მამაკაცის ესე ვთქვათ ღმერთის მიერ დადგენილი კანონები ქალისა და მამაკაცის შესახებ და იერარქიის შესახებ და უფლებების შესახებ და ანუ ქცევის მოდელები რაც უნდა იყოს ნორმა, ყველაფერი არის ამოყირავებული და ანუ ყველაფერს აკეთებენ ამ ამოყირავებული აზროვნების ტელევიზიით გადაცემით, ხო? ყველაფერი პლუს სიდუხჭირე რაღაც გაჭირვება, ყველაფერი კეთდება, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს წაიჭყბოს. პლუს უამრავი ოჯახი არ იქნება, მე ცოლ-ქმარი თუ რამე შეიქმნება, ცოლ-ქმარი ერთმანეთს წაიჭყბოს, იქ სოციალური მოვარდება და შვილებს ამოგართმევს. იქით ისა, აქეთ ესა, იქით აცრები, 1000 სისულელე. ქალი ერთ განცხადებას დაწერს თუ არა, ეგრევე ეგერთი უკიდურესობა რომ ეგრევე ციხეში უშვებენ კაცს და ვიღაც არ დაწერს და უბრალოდ შემაკავებელს გამოუწერს და ეგეც არ შველის და იქ კიდე მეორე უკიდურესობა მე ქმრები ყოფილი ცოლებს კლავენ. ნუ კატასტროფა ხდება რა. მოგეთ ეს ყველაფერი მოდის დაბინძურებული საინფორმაციო ველიდან რა. მოგეთ სუროგაციის პრობლემის თემა, მოგეთ ეს სუროგაციის თემა ჩემი აზრით მე არ ვიცი კომპეტენტური ამაში არ ვარ. მაგრამ რაც მე მოვისმინე, ეს ადამიანურ ნორმებში არ ჯდება, ეს არის რაღაც საშინელება რა. რაღაცა აქ ჯოჯოხეთს ერთი ცალკე კარიბჭე გახსნილა თბილისის ზღვაზე მოკლედ რა და ამიტომ მოკლედ არ ვიცი რა, იმედია მთავრობა ამ საკითხებით დაინტერესდება და მიხედავს და გადაიხედება საკითხები ის რაც დღეს კანონიერია, რომ არის თუ არა რეალურად ეს ქართული იდეოლოგიურ ნორმებში ჯდება თუ არა, ამაზე საუბარი. დანარჩენი თუ კი რაიმე ინფორმაცია ის გაქვთ თქვენ დაამატეთ. ეხლა ეგ ვისაუბრეთ, ხო, ეხლა მოდი წავიკითხოთ ერთი საკითხი კიდევ. ესე იგი, ერთმა ჩინურმა, ესე იგი, რობოტი დაესხა თავს ოჯახს რა, ჩინეთში. ეხლა ხანს მოხდა, ერთმა ჩინურმა ოჯახმა აიყვანა რობოტი. რობოტმა ყველა ტელეფონი და სატელეფონო კავშირი გაანადგურა. კომპიუტერები ნოუთბუქები და მსგავსი მოწყობილობები გაანეიტრალა, რომლებიც სახლში იყვნენ და ეს გააკეთა წინასწარ. ან მოგეთ რობოტმა დაგეგმა, წარმოგიდგენთ ახლა რობოტი, რომელიც უნდა იყიდეს იმისთვის, რომ რაღაც სახლის საქმეებში დახმარებოდა, ტიპმა, ანუ რობოტმა დაგეგმა ოჯახის მძევლად აყვანა, ყველაფერი დალეწა, გაამტრია, წყობრინა გამოიყვანა, ანუ ყველაფერი გამოიყვანა წყობრინა, რითაც შეეძლებოდათ ოჯახს პოლიციის გამოძახება და მიშველეთ და რაღაც სამაშველოს გამოძახება და დახმარებისთვის თხოვნა ვიდმეზე. მე ამისათვის წინასწარ ასევე ფანჯრები ჩაკეტა, რომ ვერ გაქცეულიყვნენ. მე ჩაკეტა მათი კარები და ესე იგი მთელი ოჯახი ჩაკეტა ოთახში. ქმარი, ცოლი და შვილები. ჩაკეტა მათი კარები და 24 საათი ამ ჩაკეტილ ოთახში ყავდა ამ რობოტს ოჯახი. მძევლად აყვანილი, არც ტუალეტში და არაფერზე საერთოდ არ გაუშვა ისინი, არ გამოუშვა ოთახიდან.
მე არ ვიცი როგორ დააღწიეს თავი, მაგრამ მე დააღწიეს თავი და ოჯახი რა თქმა უნდა კომპანიას უჩივის და ამაზე დიდი განხილვები მიდიოდა საინფორმაციო არხებზე, აი ამ ერთი თვის წინ სადღაც რა, არც არის ერთი თვე გასული. წარმოებლებმა რა თქმა უნდა სისულელე მოროშეს და განაცხადეს რომ ეს სისტემის ხარვეზი იყო შემთხვევები დაჟე ამის გარდა კიდევ მანამდეც იყო შემთხვევები ძაღლებზე ფიზიკურად იძალადეს რობოტებმა და სერიოზულად დააზიანეს და ძვლებში დაამტვრეს და რაღაცები უქნიათ რა. მაგრამ უკვე ადამიანებზე თავზდასმაც დაიწყეს რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ რამდენი მოისაზრა რობოტმა რომ წინასწარ დაბლოკა კარებები და ფანჯრები რომ ის მეპატრონეებს მძევლობინა თავი ვერ დაეღწიათ და ეს იმ პირობებში წარმოიდგინეთ როდესაც ჯერ რობოტს იარაღი არ აქვს რა და ჯერ კიდევ ისეთი განვითარებული არ არის თორე ნებისმიერ საგანი შეუძლია იარაღად აქციოს მით უმეტეს სამზარეულოში უამრავი დანა და რაღაც არის და კიდე იმას იძახია რომ მომავალი არის რობოტებისო რა ანუ მომავალი რობოტებისაო სასაცილოა უბრალოდ ეხლა ჩინეთში ქრისტიანობის აკრძალვის შესახებ ოღონდ საუბარია ონლაინ ინტერნეტში და მე ვინმე მცილი არ დამწვანოს რა ჩინეთმა ქრისტიანობა და ნებისმიერი სულიერი მოღვაწეობა აკრძალა ინტერნეტში აი ხა რას გულისხმობთ აი მაგათაც ეხლა რომ ახალგაზრდები რო ერთვებიან მაგათაც TikTok-ში და ქადაგებენ ზოგი მართლმადიდებელია ზოგი პროტესტანტია უმტკიცებენ ერთმანეთს ბიბლიაში ასე წერია ისე წერია ზოგი სექტა არის რაღაცა ხო აი ეს აკრძალეს რა ესე იგი აიკრძალა ნებისმიერ სულიერი მოღვაწეობა ინტერნეტში ამ აკრძალვაში მოყვა ყველა პლატფორმა YouTube-დან დაწყებული TikTok-ით დამთავრებული დიახ ჩინეთმა ონლაინში სულიერი საქმიანობის კონტროლი გააძლიერა ქადაგებების სტრიმები დაიბლოკება და აიკრძალა ახალი წესების თანახმად ნებისმიერი რელიგიის ან სულიერი მოღვაწეობა ლოცვა ასევე აი რომ დადგა ლოცვის კითხვა დაიწყო ნებისმიერ შენს რელიგიაზე რა რელიგიაზე გნევოს ლოცვა ღვთისდიდება და მსგავსი ამბები ინტერნეტში ჩინეთში ვეღარ გახორციელდება და ყველა ეს აკრძალვა ეხებათ არა მარტო რომელიმე სექტებს არამედ კათოლიკურ და სხვა დიდ რელიგიურ მიმდინარეობებსაც რა საუბარია კიდევ ერთხელ ვიძახე საუბარია ინტერნეტში ამის გავრცელებაზე ანუ ესენი აიკრძალა ხო პლუს ერთი საკითხი კიდე ეხა ჩინეთი ყიდულობს წარმოიდგინეთ ესე იგი ჩინეთს აქვს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნები რომლებიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას იყო სიუჟეტები და ძალიან მოკლე ინფორმაცია ამოგიკრიფეთ რა ჩინეთი ამ ეტაპზე ანუ იმდენად გამოელიათ თავის ნაგავი გადაამუშავეს სრულად და ჩინეთი ყიდულობს უცხო ქვეყნებისგან უკვე ნაგავს ანუ უცხო ქვეყნებისგან ყიდულობენ უკვე რადგან საკუთარი უკვე გადაამუშავა და პლუს ძველი ნაგავსაყრელების ამოთხრა დაიწყეს ანუ ძველი ნაგავსაყრელების ამოთხრა დაიწყეს რომ ესე იგი იქიდან თან პლუს ეკოლოგია დასუფთავდება და თან დენი მიიღონ რა და სხვა ქვეყნების ნაგავს ყიდულობენ ხა როგორ ყიდულობენ და მიაქვთ და მოაქვთ ეგენი არ ვიცი მაგრამ ნუ ესე იყო ნათქვამი და მე Facebook-ზე გავაზიარო რომ ჩვენ მეთქი ერთი ნაგვის ბიჭო ერთი ნაგვი რა კაი გადმოიღო ერთი ლილოს ნაგავსაყრელი რო არის ქუთაისში კიდე ერთი ნაგავსაყრელი და აი ეს ნაგავსაყრელები რაც არის ჩვენი ნაგავსაყრელებისთვის ერთი ლილოს ნაგავსაყრელისთვის ვერ მოგვიულია თქო იმიტომ რომ როგორ უნდა მოუვარო არ არის ნუ იქნება სამომავლოდ როგორ არ იქნება სამომავლოდ ბევრ რამე იქნება მაგრამ ამიტომ საჭიროა რომ რაჩენება მალე გაკეთდეს თუ საშინელება ხდება კით ლილოსკენ ნაგავსაყრელი რაც არის და მე ეს რაღაცა წყლები შედისო გამოდისო იმის დაწული წყლებიო მე თბილისის ზღვას ვერთდებაო ამას ვსავთო ვერ გავიგე მოგეთ სიბინძურე რო ტრიალებს და ყარს იქაურობა ეგ ფაქტია ბევრი სიუჟეტი გაკეთდა იმედია ხა ეგეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს მარტივი კი არ არის ის კი არ არის მიხუდე ლაფატკით აიღო და ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაყარო ამ უზარმაზარი დანადგარები ჭირდება ამის გადამუშავებას ეს მილიონები დაჯდება და ჩათვალეთ რომ ხა რაც კეთდება რეაბილიტაციები ქუჩებზე ჩათვალეთ რომ თავიდან შენდება ქალაქი რა ხა რთულია რა ძალიან დიდი სამუშაოები მიდის ხა თბილისში ხო და არ ვიცი ხა როგორ გააკეთებ მაგრამ გააკეთებს ვიღაცა ალბათ კომპანია გააკეთებს რა რომელიმე რა აიღოს მაგ საქმეს მოკლედ აი მე თქვა მინდოდა და მოდი ხა დაგიტოვებთ ვიდეოს და მოვსმინეთ ხა თქვენ მეგობარი ნაცნობის
მიერ მოყოლ ისტორიას ჩინეთის შესახებ. ხომ აი ეს დავდებ ახლოს და გაიგებთ ყველაფერს. ჩინეთის ისტორია 21 წუთიანი ვიდეოა, აი მოусმინეთ, მე მანამდე ჩემთვის ციკს წავიკითხავ. ტრიქში უნდა აღვნიშნოთ და ასევე მიმოვიხილოთ. ხო, ხმა აქვს შეცვლილი სპეციალურად მონტაჟით, რომ არ უნდა რომ ნაცნობებმა მაინც ნახოს. მოკლედ, მოусმინეთ. სანამ უშუალოდ ჩინეთის მთავარ თემაზე გადავალთ, ის მომენტი, რომ 1930-იანი წლების შემდეგ უკვე ჩინეთში მაოს დროს, მაოწედუნის დროს უკვე დაიწყო რეფორმები, როგორიც იყო საგანმანათლებლო ქვეყნის და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ცოტა მკაცრი პერიოდი შეიძლება დავახასიათოთ, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეფორმები იყო. ამის ცოდნა პირველ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან როგორც საქართველოში იყო ბნელი 90-იანები, სადაც იყო უშუქობა, პურის რიგი და უამრავი კიდე რაღაც, არა მხოლოდ ეს საკვების დეფიციტი უამრავი რაღაც ხდებოდა, ესეთივე ბნელი მომენტები აქვს ჩინეთ 1930-იან, 40-იან წლებში. როდესაც ერთის მხრივ მიდის რეფორმები, ანუ ეს დამწერლობის და ენათმეცნიერების და საგანმანათლებლო ფორმირებები ხდება, ასევე ხდება ესეთი კრიზისი, ასე ვთქვათ, ფინანსური კრიზისი, როდესაც ხალხს ძალიან უჭირს. უჭირთ იმდენად, რომ დეფიციტი კი არ არის, არამედ საერთოდ არ იშოვება პროდუქტი. ამ ყველაფერს ცოდნა კი იმიტომ გვჭირდება, რომ ის რისი თქმაც შემდეგ ჩანაწერებში მინდა ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას და ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ამიტომ ეს მოკლე ისტორია, რომ ჩინეთს ძალიან უჭირდა 1930-იან 40-იან წლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ამ ხალხმა თაგვების, ვირთხების, ძაღლების ჭამა, იმიტომ რომ არ იყო საჭმელი. ჩემი მასწავლებელი ჩინეთში სწავლის დროს ესეთ რაღაცას გვეუბნება, რომ დედაჩემი, როდესაც იყო პატარა და იყო ასე დაახლოებით 6-7 წლის, ანუ ეს დედა და ბებიის ხასიხსენებს რა. ასეთ რაღაცას ამბობს, რომ იმდენად გაჭირვება იყო და იმდენად გვიჭირდა, რომ მისი 7 წლის მეგობარი, 6-7 წლის ბავშვი გარდაიცვალა ამ შიმშილის გამო და თავადაც არ ქონდათ საჭმელი, რომ ამ ბავშვისთვის მიეცათ. ანუ შესაბამისად ხალხი იხოცებოდა შიმშილის. ნუ ეს უკვე რამდენად პოლიტიკური არის, რამდენად დაგეგმილი იყო, რომ მაშინ ჩინელები ძალიან ბევრი იყვნენ და არ ვიცი გაეწყვიტა თუ რა იყო, ნუ ფაქტი იყო, რომ ეს შიმშილი მოდიოდა იქიდან, რომ ქვეყანაში არ იყო ვაჭრობა. ანუ ვიღაცას თუ რა ვიცი ძროხა ყავდა და გათავიყავდა, ვერ გაყიდნენ ამ პროდუქტს. შესაბამისად უკვე წამოვიდა შიმშილი, ხო, ეს საკვები ვერ ყიდიან, ვერ იშოვება, დეფიციტია და ასე შემდეგ, ხო? და ამ ყველაფერმა აი ეს ხალხი მიიყვანა შიმშილით სიკვდილამდე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დევს ინტერნეტში და რა თქმა უნდა ვისაც დაინტერესებს ფართოდ უფრო მეტად მოიძიებს და უფრო მეტად გაიგებს ამაზე ინფორმაციას. ეს არ არის ესეთი ინფორმაცია, რომ იყოს დაფარული. თუმცა აი ეს ერთია, ეს პატარა თუნდაც მონახაზი ამ მომენტისთვის ძალიან ბევრ რამეს ხდის ფარდას, რომ აი ამ შიმშილის გამო დაიწყეს თაგვების, ვირთხების, ძაღლების ჭამა და შემდეგ უკვე შემორჩათ, მაგრამ დღეს უკვე აკრძალულია, აღარავინ აღარ ჭამს რა, ამდენი საკვებია. მე 1979 წლის ბოლოს დაიწყო უკვე ქაიფან ქვია, გაიხსნა საზღვრები. პირველი იყო ეს შენჭენი გვანჯოუს მომენტი, როდესაც ზღვისპირა პორტი ქალაქები გაიხსნა და წამოვიდა უკვე უცხოეთიდან საკვები, შემოდიოდა გადიოდა და მთელი ამბები უკვე საკმაოდ სოლიდურად წამოვიდა ჩინეთიც. ამ საკვების ამ ყველაფერმა უკვე დაწია ეს შიმშილიანობით სიკვდილი, დაიწყო ხალხმა ვაჭრობა და ნელ-ნელა უკვე აიკრძალა, აღარ ჭამდა ხა რა გემრიელი ძაღლის ხორცი არის ხო შესაჭმელი და ვირთხის და რაღაც და აღარც არავინ არ ეკარება და თან ეს პროდუქტები ესეთი დელიკატური საკვები ძალიან ესე მზადდება რა, აი სპირტში უნდა გამოავლონ,
ასევე უნდა ისქნან სხვადასხვა სოუსში ჩადონ იმისთვის, რომ ჯერ დიზინფექცია გაუკეთონ ამ პროდუქტს პირდაპირ ესე კლავენ და ჭამენ არ არის. ყველა პროდუქტს უმეტესად ბევრ სოლიდურ რესტორანში კიდევ სპირტში ატარებენ, რომ ეს დიზინფექციის მომენტი დაწიონ და მოკლედ რთული მოსამზადებელი არა ეს თაგვების და ძაღლების ეს რა ქვია კერძი. ხო და ეგეც აღარ არის. აღარც იშოვება უკვე ძალიან იშვიათია რაღაცა მაღაზიები არის რომ სპეციალურად მიწევენ რომ ძაღლის ხორცი და რაღაცა თან არც ჭამენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკვებია და ძირითადი საკვები ჩინეთში არის სანელებლის ხარჯზე ანუ ეს პროდუქტები რადგან ბევრი ხალხი არის ხო სწრაფმზარდი ბოსტნეული სწრაფმზარდი აი ქათმებთან რომ იყენებენ კიდე brain mix რომ სწრაფად ის იყოს რა ქვია მოვიდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ასეთი პრეპარატებით სწრაფად მოყავთ პროდუქტი, სანელებლებს ურევენ და უკვე გემო ძალიან გემრიელი და კარგი გამოდის. უმეტესი რა თქმა უნდა ციცაკის ხარჯზე, იმიტომ რომ ციცაკა ძალიან უყვარს ძალიან წარეს ჭამენ. რა, კიდე ცალკე პრობლემა არის, რომ ეს ხალხი უმეტესად კუჭის პრობლემებს განიცდის, კანზე აქვს თუ რაღაც სპეციფიური სუნი, ოფუს სუნი არ აქვს, მაგრამ კანზე აქვს სპეციფიური სუნი და შესაბამისად ამ სუნელის ხარჯზე, სხვადასხვა საკმაზის ხარჯზე გადის ეს საკვები ასეთი გემრიელი. დღეს აღარავინ არც ძაღლს ჭამს, არც იმას, იგი არა ღური და ძრუხასაც უკვე მე მგონი ერიდებიან მით უმეტეს ისეთ ქალაქებში, სადაც საზღვაო სპორტები არის, უმეტესად ჭამენ ზღვის პროდუქტებს. და აქეთ სხვა არასაზღვაო და არა საპორტო ქალაქებში ჩვეულებრივად მიირთმევენ ჩვეულებრივ ხორცს. გადავიდეთ ახლა იმ თემაზე, რომ აი ამ გახსნა 1979 წლის ბოლოდან ჩინეთს ძალიან ბევრი დიდი ცვლილებები მოუტანა, ხო? სამუშაო მომენტები გაჩნდა ძალიან ბევრი პროდუქტი და უკვე ხალხი აღარ შიმშილობდა რა. და აღარ ჰქონდათ ეს მომენტი, რომ აი რა ვჭამოთ. თუმცა რაღაცები აიკრძალა, აი მაგალითად დღეს ჩინეთში ვერ შეხვდები ჩვეულებრივ რძეს პირობითად, იმიტომ რომ ყველა არის ადუღებული, ან სოიოსი, ან ქარხნული. თან ამათ აქვთ ლაქტოზის მოუნელებლობა და საქართველოში რომ ჩამოდიან, აი ყველას და აი ხაჭაპურს მაგალითად აცხიან გულს და ისე ჭამენ, იმიტომ რომ ვერ ინელებენ, გემოც დიდად არ მოსწონს და შესაბამისად მუცლის ტკივრი და მთელი ამბები დამთავრებენ. ამ რძის პროდუქტის აკრძალვამ, როდესაც ბავშვს ჭირდება ეს პროდუქტი, რომ მიიღოს სათანადო რაოდენობით და განვითარდეს და არა, რა თქმა უნდა, ეს ირიბად და პირდაპირ ურტყავს კალცის ნაკლებობას. კალცის ნაკლებობა ორგანიზმში კიდე ეგეც ძალიან მარტივმოსაძებელი ინფორმაცია, Google და ChatGPT-ც თავისუფლად გვიპასუხებს, რომ იწვევს რახიტს, იწვევს კბილების დამახინჯებულად ამოსვლას, იწვევს ძალიან ბევრ სხვადასხვა სახის დაავადებებს, ძვლების სისუსტეებს და ასე შემდეგ. რაც არ უნდა ეს ეგრეთ წოდებული ქართველებს რო გვაქვს ხაში ასეთი პროდუქტი მიიღო, რომ ძვალი გაუმაგრდეთ, ხო? ეს ყოველდღესაჭმელი პროდუქტი ხო არ არის. ძირითადში მაინც ჭირდება კალცი, ამიტომ აკლიათ კალციუმი. ასევე მზეს ერიდებიან, იმიტომ რომ ესენი არიან ყვითელკანიანები. ეს ყვითელი კანი კიდე ბევრი ცხიმიანი საკვებისგან არის მიღებული, ამინდიდან, წყალიც არ არის ნორმალური, ახლა მაგალითად ყველგან ჩინეთში ვინც ჩამოდის, ყველა ყიდულობს წყალს, ხო? და ყვითელკანიანები არიან, რაც ანუ ამათ სილამაზის სტანდარტები არის ცოტა სხვანაირი, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს თეთრი კანი, ნუ ხარ ძალიან ლამაზი ან ქერა, ანუ შავბრემანი თუ ხარ დიდად ლამაზი ახ. იმიტომ რომ ეს არის რაღაცი რა ვიცი, საიდან როგორ ანაირად, ნუ სტანდარტები. ეს ცალკე თემა აიგია. და აქედან გამომდინარე, რომ თეთრები იყვნენ და ლამაზებად დაარჩნენ, ერიდებიან მზეს. გასაგებია ხა ეს რადიაციული მზე და ეს მთელი დასხივებებიც არ არის კარგი, მაგრამ თლად მზესთან მოვიდებაც არ არის კარგი, იმიტომ რომ არის D ვიტამინის ნაკლებობა. ნუ წავედით უკვე იმაზე, რომ კალცი აკლიათ, D ვიტამინი აკლიათ და ჩინელების უმეტესობა არ არის ძალიან ისეთი ლამაზი და მომხიბლარი.
მომხიბლელი, როგორიც ბევრ ვიდეოში შეიძლება შეგვხვდეს, ხო? აი, თუ ჩრდილოეთ ჩინეთში ცხოვრობს, უფრო ლამაზი ადამიანი, იმიტომ რომ იქ უფრო ცივა და ეხლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც ვიცით, ხო, რომ ცივა და ცოტა ისეთი ამინდი არის, ეს ხალხი უფრო თეთრი არის, ხო? შესაბამისად, ჩრდილოეთელი ხალხი უფრო თეთრი არის, ჩრდილოეთ ჩინელი, პეკინელი და რუსეთთან რომელი ქალაქებიდანაც არის. ხოლო დანარჩენი ეს ქვემოთ სამხრეთის კიდევ ეს რა ქვია დასავლეთის და ამ შემდეგ დასავლეთ ჩინეთის ხალხი შედარებით უფრო ყვითელია და ეს სილამაზის სტანდარტი უბიძგებს მათ რომ აი თითქოს და ძალიან არ გაშავდნენ და დადიან დაფარულები. ეს თალკე რო კალციუმის პრობლემა არის, D ვიტამინის პრობლემა არის. ეს ყველაფერი ორგანიზმში წარმოქმნის რახითს. რახითი უკვე ხვდებით თავიანები, აიჩინოთ დაუკვირდეთ უმეტესობას, თითქმის ყველას. აქვს რახითი, ხო? ანუ დიდი თავი აქვს, პატარა თხელი ტანი აქვს, არის რაღაცა კბილებისთან წყობა არის არეული და მთელი ამბები. ამას ახლა მაინც სამედიცინო განათლება არ ჭირდება. ეს ინფორმაციები გდებს ყველა საიტზე, ანუ რა შედეგი მოაქვს ამ ვიტამინების კვლევას, ასევე ChatGPT-ც ვიპასუხებს, Google-იც გვიპასუხებს და ვინმე სამედიცინოდან თუ გყავს მეგობარი, 2-3 კითხვაში უკვე ნათელ პასუხს მივიღებ, რომ ეს ასე. შემდეგ უნდა გადავიდეთ, ანუ ეს თემა, იმიტომ უფრო აქეთკენ წავიყვანე, რომ გადავიდეთ აი სუროგაციის თემაზე. სანამ სუროგაციის თემაზე მივართ, ამ ფაქტის გარდა, იმის გამო, რომ ჩინელები ძალიან ბევრნი არიან, უწევს ძალიან თავდაუზოგავი შრომა, ხო? აი თავდაუზოგავი შრომა უწევთ მაგალითად იმისთვის, რომ ამდენ ხალხში კონკურენცია მოიპოვონ, თავდაუზოგავი შრომა უწევთ იმისთვის, რომ შეძლონ თავის დამკვიდრება და დიდი კონკურენცია და თან აქ ჩინეთში არის ესეთი რაღაც, რომ კაცს ძალიან ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური ზეწოლაც აქვს რა, რომ აი ეს და ეს პიროვნება, რომელიც ისწავლის, რომელმაც აუცილებლად სამსახური უნდა ნახოს, ცოლი მოიყვანოს, ბავშვი ყავდეს, ეს მშობლებიდან იმდენად ზეწოლით მოდის, რომ ამ სტრესში ცხოვრობენ რა და მერე კიდევ რომ მოიყვანენ ამ ცოლს, ეს ქალები ცოტა ატერორებენ, რომ აი ეს უნდა მიყიდო, ეს უნდა მოვცვი, ჩემ მეგობარს ეს აქვს, მე არა მაქვს და ასე შემდეგ. და ეს უკვე მოდის ზეწოლა და მოდის ასე ვთქვათ ძალიან სტრესული ცხოვრება. და ერთ-ერთი ფაქტორი არის ზუსტად ამ სტრესული ცხოვრებიდან, მშობლების ზეწოლიდანაც და ამყოფიდანაც გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ატომღაც სხვა ორიენტაციის გახდა, იმიტომ რომ გადასულები არიან მატერიალურ კეთილდღეობაზე, რომ მიიღონ სიამოვნება, კონდეთ ფული, თან რელიგია დიდად არ არის, აქ ანუ კი ზოგადად არსებობს, მაგრამ არ არის რა, უფრო მეტად არარელიგიური განათლება და ზოგადად არარელიგიური ადამიანი ცარიელი ადამიანია, ან მორალის ნეობა, ეს რელიგიური ფუნდამენტი, ეს უზენაესი შიში და რაღაცები ამ ცოტა დაბლა არის დაწეული და შესაბამისად ეს ნეობის ფაქტორიც უკვე სხვანაირად მიდის და ამიტომ მოკლედ არის რა. კონკრეტულად კიდევ არის ქალაქები, სადაც ცოტა ისე არის როგორ ვთქვა, წამოწეულია ეს LGBT საზოგადოება, არის ძალიან ბევრი გეი, არის ძალიან ბევრი ბი, ბისექსუალიც, არის ძალიან ბევრი ეს ლესბიянკები, გოგონების თემაც ძალიან არის. იმიტომ რომ აი ამ სტრესმა, ამ სტრესულმა გარემომ უბიძგა, ასე ვთქვათ, ზოგი მოდას არის აყოლილი და ასე შემდეგ. მერე რა თქმა უნდა აღწევ რაღაც ასაკს, სადაც უკვე 30 წელს მივახლოვდებიან გადაცილდებიან, რომ უნდა შვილი და ხა ადამიანი რომელიც სადღაც 15-20 წელი კაცი თან დადის, ან ხალხთან დადის და იმასთან რა თქმა უნდა ესე კაცი კაცთან შულს ვერ იყოლიებს, ეს ბიოლოგიური მოვლენა არის. რა თქმა უნდა უკვე მიდიან სუროგაციის თემაზე. სუროგაციის თემაშიც ახლა რა თქმა უნდა, ანუ იქ თანხები არის და ჩინეთში საკრძალული არის, ამიტომ სუროგაციის თემების ამბავშიც არჩევენ სხვადასხვა ქვეყნებს, აი მაგალითად საქართველოსნაირ ქვეყნებს, რომლებიც ცოტა მოუღარიბო დაბალი განვითარების არის. კი, შეიძლება იყოს სუროგაცია, მაგრამ არა ისე, რომ აი ბიზნესი გააკეთო. ამ ბოლო დროს კიდე რადგან ესე მიაგნეს, ასე ვთქვათ, ამ წყაროს,
ძალიან ესეთი წამოიწია და გახდა ის მომენტი, რომ აი, სუროგაცივით გააჩინო. ახლა სუროგატ დედები როგორ არჩევენ? რა თქმა უნდა, ახლა ერთი ბავშვი მაინც უნდა ყავდეს ამ ქალს გაჩენილი. ან რაღაც უნდა ქონდეს ხო შეხება. ფასები და რაღაცები ახლა ეს დეტალურად არ ვიცი, მაგრამ დამოკიდებულია ალბათ მათ გამოცდილებაზე და ყველაფერზე. ხო და ეს მოკლედ ეს დედებიც ირჩევა იმის მიხედვით, რომ იყვნენ შედარებით თეთრი ფერის, ლამაზები და ასე შემდეგ. და ხანდახან ზოგიერთი მოჭყანური და მოჭყანური შავი ფერის ადამიანს ყავს ულამაზესი ბავშვი. ხო, ხა აქედან ორი აზრი არ არის, იქიდან რომ ან სხვისია რაღაცა არის, ხო, როგორ მშობლები არიან ყვითლები, რაღაც ცოტა ისეთი გრუბი შეხედულობის და ამ დროს ბავშვი ყავს რაღაცა ფითქინა რუსულ სტილზე პირობითად, იმიტომ რომ ძირითადად რუს ქალებს არჩევენ. ქართველები ახლა ჩვენ ცოტა ისეთი არის ვარ, ძალიან ესეთი თემა არის, რომ ვიღაც ესე მუდმივად დათანხმდეს უმეტესად, ან შემოყავთ ხოლმე შემოყავთ როგორი გაგებთ, ანუ თვითონ ნახულობენ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ხომ ძირითადად, რომ ძალიან ისეთი იყოს თეთრი, იყოს ცოტა ისეთი ლამაზი გარეგნობის, იმიტომ რომ რაც არ უნდა კვერცხუჯრედი გაანაყოფიერონ ამ დედაში, უკვე ეს არის, რა ქვია, მაინც რაღაცა გენეტიკური ინფორმაციას ფლობს. რაც შეეხება ახლა გეების და ამ ლესბიონ-გეების თემაში, ახლა როგორ შეუვლობენ ამ გასანაყოფიერებელ მასალას, ხო, ახლა ზოგს ყავს მეგობარი, რომლისთან ერთადაც აკეთებს ამას, ანუ ხელმოწერილი აქვს ამუთი, ან იძიებენ პიროვნებას, იმიტომ რომ არა მარტო სუროგაცია სამწუხაროდ, არამედ არის კვერცხუჯრედის დონაციაც, ანუ როდესაც კვერცხუჯრედს ყიდის ქალი, მოკლედ, ან რაღაც ასეთი. შესაბამისად, ისინი არჩევენ ლამაზ კარგი გენეტიკის მქონე ასე ვთქვათ, მასალას, ასე დავარქვათ, იმიტომ რომ ეს არის მასალა და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე იწყება პროცესი, ახლა სხვადასხვა პროცესებია, ხო, ინდივიდუალური ეს სამედიცინო არის ეს რაღაც რა პროცესებია, როგორ მიდის თანხმობის ესეთ არის ინდივიდუალური არის და მაგას ყველა სხვადასხვას გადის. და მოკლედ ეს ყველაფერი ქმნის იმ მომენტს, რომ მივდივართ იქამდე, რომ აი ამ ყველაფერმა, აი ამ სახეცვლილებამ, ამ შიმშილმა, ამ გენეტიკურმა რაღაცებმა ხალხი აი ზუსტად ასეთი გახადა და იმიტომ რომ თავიანთ ხელში ესეთი ლამაზების რაოდენობა არის დაბალი რიცხობრივად, უკვე იწყებენ ასეთ მიმართულებას და ის ვიღაცა გეი თუ რაღაცა არის, ყავს შვილი, ახლა ბავშვს რასეუბნებიან, ახლა რომ გაიზრდება დედა მიგატოვა თუ მამა მიგატოვა თუ მოკვდა თუ რა არის, ეგ უკვე აღარ ვიცი, ახლა იქ ცოტა ისეთი თემა არის, ყველა ინდივიდუალურად აწყობს რა. და ყველას ესეცილ ამ მომენტში არის ის, რომ ხშირად მათმა ასაკიანმა მშობლებმა არ იციან და ეუბნებიან, რომ აი საზღვარგარეთ ვიყოლიე და ასე შემდეგ და რამდენიმე თვე ჩერდებიან ხოლმე რაღაცა ადგილებში, რომ ეს ბავშვები უმეტესი რომ იბადება გავს სუროგატ დედას. განსაკუთრებით აი რუსები თუ არიან ხოლმე კურნოსაც სკოლებში ძალიან ყვანა და ცოტა ხანი სხვაგან ჩერდებიან, რომ ეს ბავშვები ან ცოტა გაყვითლდნენ, ან ცოტა მოვიდნენ ამ ფერზე რა. და ეგ მომენტიც არის. აქაც ძალიან ბევრი ესეთი თემა შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ეს. რაც შეეხება თვითონ განათლების საკითხს, ხო, აქ რო იტყვი დილის 8 საათი და საღამოს, რა ვიცი, შეიძლება საღამოს კი რა ღამის 9 საათამდე სწავლობენ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ტრიპაჩობის მომენტიც არის, რომ აი ჩემი შვილი დადის ამ წრეზე, იმ წრეზე, აბა შენი შვილი სად დადის და აი ესე ტრიპაჩობენ. და ასე ვთქვათ, თავს იწონებენ და ეს ხო ბავშვზე სტრესია, ერთი შაბათი და კვირა არის, კვირასაც არ ესვენებენ, სადღაც დადიან, სადღაც დაყავთ და აი მოკლედ და თან განვითარების ინტელექტის მიხედვითაც არ არიან ეს ჭკვიანი და განვითარებული ხალხი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი სწავლობენ ან ინგლისურს ან რაღაცას და აი უფრო ზეპირობის მომენტი აქვს რა. დიდად რო ვთქვა, რომ აი ძალიან ჭკვიანი ხალხია თქო და ძალიან რაღაცა არა, მშრომელი ხალხია და ეს ყველაფერი წამოვიდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური წყობიდან, მშრომელი ხალხი არის ხალხი, რომელიც მართლა
შრომობს იმისთვის, რომ უკმაპური კონდაც მშივრები არისხდნენ, მაგრამ ესე რომ რაღაცა შექმნან, არ უბრალოდ გადმოღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს ბავშვებიც ესე ცოტა სტრესულად არიან და ერთ კიდე ცოტა სხვა თემა არის ამათი განათლების სისტემა და ბავშვი კარგ სკოლაში იყოს, კარგ უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, კარგი სამსახური ქონდეს, ფული ქონდეს, კაი ხანი ყავდეს, კაი ცოლი ყავდეს, სახლი მანქანა ბავშვები, ანუ ეს არის ამათი მატერიალისტური მოთხოვნება. არავინ არ უყურებს ეს ბავშვი. ამ 25-27 წლის ასაკში არის თუ არა მზად დაოჯახებისთვის, არის თუ არა მზად რომ შეუდგეს ამ რაღაც საქმეს, ხო, ყველა სხვადასხვა ინდექსებს 18 წლის ასაკში ორი შური ყავს, ზოგს 30 წლის ასაკში ერთი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამას არ უყურებენ რა, ანუ ამათ ბედნიერების ინდექსი არის ეს და ძალიან აიძულებენ. ხანდახან მაპაემაზეც უშვებენ ხოლმე შულებს, რომ აი წადი და მოძებნე, აი შეგირჩიე, მაჭალკალი საკმაოდ პოპულარულია ჩინეთში. აი შეგირჩია ესეთი და ესეთი მეწყვილა და წადი შეხვდი. აი და ტიპს არ იცნო, არც ვინ არის რა, ეს წარმოადგენს ესეთი მომენტიც არის და ნუ ეს თემა კიდე უფრო ვრცელია, რომ როგორ უხეშად ერევია ბავშვის ახალგაზრდა ადამიანის არჩევანში და თავს იმართლებენ იმით, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ მათ სასიკეთოდ. და საერთოდ არ აინტერესებთ არც მამუშულების აზრი მოწონთ, არ მოწონთ რა უხარიათ რა წეთ და ესეც ერთგვარი სტრესია და ეს სტრესის ეწოვა წარმოშობს ზუსტად აი ამ მომენტს, რომ უმეტესი გახდა გეიც, აპამოდასაც, იმიტომ რომ ამდენი სტრესი, მე კიდე ცოლის სტრესი, ამ ქმრის სტრესი და უკვე ვეღარ უძლებს ბევრი და ამიტომ თავის პონჩი ერთობიან აქვს და სრულად ეთაკეთებენ ამ ბავშვებს. და კიდე უფრო ალბათ ამათი ფსიქოლოგია რო ჩავშალოთ, ძალიან შორს წავალ. თუმცა ამ ეტაპზე ამ ასე ვთქვათ პირველ ნაწილში მიმოვიხილოთ ეს ამბები და მედია გასაგებიც არის, რა თქმა უნდა, ამ თემების ღრმად ჩასვლა და უფრო პოლიტიკურ და მატრიცულ დონეზე განხილვა შეიძლება რა. მეტი არ გვაინტერესებს. ამ ეტაპზე ასე ვთქვათ ეს ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყელამდე პატივისცემაში ვარ ჩინელებზე. ხო, ეხლა გამახსენდა ერთი დეტალი. მე ხამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე მითხრეს რომ გახსოვთ ხახნო, ესე იგი გახსოვთ კი არა, ჯერ ის ვთქვათ, რომ ანუ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი რაც გადის რა, რიკოთის უღელტეხილზე გვირაბები და ხიდები რაც გაკეთდა, ანუ ჩინურმა კომპანიებმა ხო გააკეთეს და ჩინელები ხო ყავდათ ჩამოყვანილი და მუშაობდნენ რა, ეხლა თითქმის ამთავრებენ, ხო? მერე ხარაგაულის სოფლებთან იქ რაღაც ხარაგაულის ნაწილთან ხარაგაულელებთან რო ჩხუბი რომ მოხდა და რკინები ურტყეს ერთმანეთს, იქ მთელი ამბები რო იყო და დაჭრეს ხალხი, აღარ მახსოვს რომელი დაჭრა თუ პირიქით იყო, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ქართველებიც დაიჭრნენ, მე მგონი რაღაცას დაზიანებები მიიღეს რა. ანუ ჩინელებსა და ადგილობრივ ხარაგაულელებს შორის მოხდა დაპირისპირება, ხო გახსოვთ? მოგეთ მე მითხრეს ესე, რომ მაგ ჩინურ კომპანიებს მუშები, შავი მუშები ვინც ყავდათ ჩამოყვანილი, თორე ხა იქ სტაფში და მენეჯმენტში ქართველებიც კი მუშაობენ. ჩამოყვანილი ყოლიათ პატიმრები, ესე იგი, მძიმე დანაშაულზე მჯდომი პატიმრები, ჩინეთში მძიმე დანაშაულზე მჯდომი პატიმრები და სიკვდილმიჯილი პატიმრები და რა თქმა უნდა უფასოდ ამუშავებდნენო რა. ხა ფულს მიცემდაო. რაც ხა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რას მიცემდნენ, რას არა, ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ რამეს მიცემდნენ, ძალიან ცუდას მიცემდნენ, ხო? საწავიდოდნენ, სადახარჯავდნენ. მოგეთ პატიმრები იყვნენ. ეხლა მე არ ვიცი, ვერ დავამტკიცე, მაგრამ მე ესე მითხრეს რა. ხო და მოგეთ ამით ამოიწურა ეს თემა დღევანდელი რა. ანუ ავტობანის მშენებლობაზე ჩინური, ესე თუ ჩინეთიდან ჩამოყვანილი პატიმრები ამუშავეს. ამიტომ როგორ რამე არის ხახნო, იცით რომ ერთს ვიტყვი რომ ზოგადად კარგია რომ ცოტა ხალხმა აიღო ხელში კამერა, ტელეფონები გვიჭირავს და ყველაფერი უნდა გადავიღოთ და ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერი გვეხება ჩვენ რა და ყველაფერი უნდა გადავიღოთ და ყველაფერი უნდა გავასაჯაროოთ. იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევით, ჩვენ დავრჩებით საბჭოთა კგბ-შნიკურ სისტემის დონეზე. არ არის აუცილებელი ის რომ ყველა მეორეს ჰქონდეს რაღაცა კგბ-ს ჯაშუშობის რაღაცა დამადასტურებელი საბუთი. ამ სისტემიდან და მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ იმით, რომ ვამხილოთ ერთმანეთი, კარგი საქმისკენ მოუწოდოთ ერთმანეთს და
არა მარტო სისტემა, არამედ ყველაფერი რა. და ნელ-ნელა ცოტა ხალხმა უნდა მოიკრიბოს გამბედაობა და თანამდებობის პირებთან ლაპარაკი უნდა შეძლონ, დიალოგი უნდა შეძლონ, დიალოგი და ეს რუსთავზე ყვირილი და რაღაცეები ეს ზოგადად სპეცსამსახურებს აწყობთ. ყველაზე მეტად არ აწყობთ, რომ ქართველები თანამდებობის პირებს ელაპარაკებოდნენ. როდესაც ეს ლაპარაკი შედგება, უკვე მთავრობა იძულებული გახდება, რომ ხალხის ესე ვთქვათ, ხალხის მოთხოვნები რაც არის, რაღაცა დონეზე მაინც გაითვალისწინოს. კარგია ის, რომ სხვათა შორის კეთდება ახლა მაგათაც სოფლის პროგრამები ცოტა ხაგდებული დამოუკიდებულებებს ხედავ რაღაცებს, მაგრამ დასაწყისი მაინც რომ დაიწყო, კარგია რა და აი სოფლის პროგრამებზე იქ ბიუჯეტს უთანხმებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იქ წყალი გაკეთდეს, ჯერ გზა გაკეთდეს თუ რა გაკეთდეს. ადრე საერთოდ არაფერი არ კეთდებოდა. ხო და ნუ რაღაცა ეგეც კარგია, რომ ანუ თავარი არის, რომ დიალოგი შედგეს მოსახლეობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და გამგებლებს შორის რა. ეს არის ხალხმა მთავარი. ცემატყეპით არ მიიღწევა შედეგი. ანუ საუბარია იმაზე, რომ გაიხსნას ეს ჩაკეტილი თანამდებობის პირების კაბინეტების კარებები უნდა გაიხსნას. ხალხი უნდა შეუშვან ამ კაბინეტებში და ხანას თანამდებობის პირები უნდა გამოვიდნენ გარეთ რა. ისე მოიკატუნებენ ხოლმე თავებს, გეგონება იმ სოფელში გაზრდილები და დაბადებულები არ იყვნენ. კაი, ხო, გაჯანდაბას აქ სიტყვაზე თბილისის მერად სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ყავს და კიდე ჯანდაბას რა ვარა, იქ რაიონებში და მუნიციპალიტეტებში ძირითადად ადგილობრივი იმებში თანამდებობებზე ადგილობრივები არიან. ყველაფერი კარგად იცის, სადრა პრობლემაა. ხო და მოგეთ მუშაობა ამ საკითხებზე რთულია, იმიტომ რომ ნეპოტიზმი და კორუფცია ჭამს ქვეყანას რა. ეხლა რომ რაღაც ეგ დაჭერების რაღაც სპექტაკლებს რო დგავენ აქ ეხლა პრემიერმა ფული შეჭამავ. ჩვენ მოვისმინეთ, ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ სოფლიოს მართავენ ელიტები რა. და კლასებად არის ეს ელიტები დაყოფილი, მაგრამ კლასების გარდა კლანები მართავენ ასევე მსოფლიოში, ნუ ქვეყნებს და ესე კლანები, კლანური მმართველობებია. ხო და ამ კლანურ მმართველობებში შიგნით რა ხდება რეალურად, არავინ არ გეტყვის რა. ყველა თავის საქმეს იკეთებს. ამიტომ რაც შეიძლება მეტად უნდა გამოფხიზდეს ხალხი და მეტად ამუშავდეს ტვინი, ფილტვი უნდა ამუშავდეს, აბა კარგად.